თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ლილოს გზაზე მწვანე თმით გოგო რომ მუშაობ, რამდენიმე დღეა მოვდივარ და აღარ ჩანხარ. გავიგე სხვას გადაუბარებია დრაივი. მომწერე თუ აღარ მუშაობ, მანდ მე-6 კვირაში ჩემთან გადმოგიყვან, გავისაუბროთ ყოველ მესამე დღეს 120 ლარი ხელფასი. ბონუსები და ჩაი შენია, 24 საათიანია, ღამის 3 საათიდან 6 საათამდე ძილის უფლებით. ლოკაცია ჰუალინგთან. ეს სკრინი წამოვიღე ერთ-ერთი Facebook ჯგუფიდან. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 7.9. გამარჯობა. ზოგადად 10-15 წელი საკმარისია სხვადასხვა ფაქტორების გავლენით მთელი სუბკულტურა შეიქმნას. ჩვენს თვალწინ, აქაც და სხვაგანაც. რა თქმა უნდა, ეს სკრინი პირობითია, მაგრამ მე მთელ ამბავს უყურებ აქ. შევეცდები რამენაირად გადმოვცე. ისიც ახსნა რა შუაში აქვს სუბკულტურა და რა გავლენას ახდენს ის. აი ეს ტიპი, ვინც დრაივების ჯგუფში ამ პოსტს წერს, არის რომელიღაც გარეუბნიდან. ყავს ამერიკიდან ჩამოყტანილი და საქართველოში მკვდრეთით აღდგენილი 2013-იანი 2014-იანი წლის BMW. ფლიანეცებით და სპლიტერით და თავისთავად ჰუალინგთან აბირჟავებს. აცვია კოჭებამდე შარვალი, ზამთარ ზაფხულ, აფარია ბრტყელ ცხვირიანი კეპი, ფეხზე თეთრძირიანი ნებისმიერი. პირველივე გაჩენილი ფულით ამ ადამიანმა 3 ოფშენიდან ერთი აირჩია და გადაწყვიტა დრაივი გახსნას. ეძებს იმ გოგოს, რომელიც დრაივზე მოეწონა, უნდა წარუდგეს როგორც ბიზნესმენი, როგორც დამწყები კეთილია და გოგოებს ნამდვილ სამუშაოზე ეპატიჟება ძილის უფლებით. გადის დრო, დრაივიდან არა, მაგრამ სხვა ადგილებიდან მოდის ფული. BMW 320 Mercedes CLS-ით იცვლება. წვერი უფრო გასწორებული და მოვლილი. ტატუები იმატებს გამოსაჩენ ადგილებზე. მწვანეთმიანი გოგო იცვლება ტუჩებ დაბერილ თმაგასწორებულ ტატუებიან ჯიმში ნავარჯიშებ ელასტიკებიან გოგოზე, რომელიც მერე ცოლი ხდება. კოჭებამდე შარვალი და თეთრძირიანი ნებისმიერი მოარმანო ბრენდისაა უკვე. ყავთ საკუთარი ძმაკაცი მამაოც. მე არ ვამბობ, რომ ყველას ფული აქვს. პირიქით ცოტას აქვს, მაგრამ ძალიან ახლოს სიზუსტით ყველას ასე წარმოუდგენია გზა თავისუფლების მეტროსთან, ლეზგინკის ცეკვიდან Porsche Ferrari-მდე. საშაურმედან საბერძნეთში ან იტალიაში ქორწილამდე. ესაა კავკასიურ რუსულ მოჰიპ-ჰოპოს სუბკულტურა. კავკასიურ კოდექსზე დაშენებული დასავლური სიმდიდრე, ამის მიქსი რუსულ ენაზე. მოусმინეთ რა ხდება თქვენს გვერდით, რა ხდება მოსწავლეების ბანკეტებზე, რა ხდება ქორწილებში, რატომა დრიფტის დროს იარაღის სროლა, თესლი პონტი. ხო აქ არ გიჩევთ მორალი და ისტორია უკითხოთ, უბრალოდ ძალიან ბევრნი არიან. აი ძალიან ბევრნი, მალე კიდე უფრო მეტნი იქნებიან, უფრო მდიდრებით, შესაბამისად მეტი ძალის მქონე. იქაც თქვენსავით არიან კაი ტიპებიც და ბოზებიც, ფარისევლებიც და ჯიგრებიც და ასე გაგრძელდება ეს, სანამ არ გამოჩნდება რამე სხვა სუბკულტურა, რომელიც მეტი ადამიანის მიზდულობის ცენტრი გახდება. ამას ოდნავ გვიან შეამჩნევთ ყველა. ამას მოერგება ეკლესიაც, პოლიტიკოსებიც და მერე 200 წლის მერე რომელიღაც პოდკასტში ბაბლის ბავშვობიდან აღზრდილი ჭკვიანი ანალიზ გაუკეთებს, როგორ დაგვიყრო რუსულ კავკასიურმა კულტურამ. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.